ჩვენი ბორჯომის ტური დაიწყო ცოტა ტრამბოლიკურად მეცეკ სიტყვა მეთქვა, მაგრამ ქართულად არ ვიცი რას ნიშნავს. ანუ ამოტრიალებულად. წაში აღმოაჩინე თურმე რისი დაჯავშოთ მინდოდა და ეკია დამიჯავშნია იგივე ქუჩაზე ყოფილა სხვა გესტჰაუსი და ის არ ვიცი როგორ და რანაირად და რატო მაგრამ ის ამიღია ხო და სწავლეთ ახლა გავარკვევ სიტუაციებს. ანუ შარშან სადაც ვიყავით ჩამოსულები ძალიან მოგვეწონა ეგ ადგილი და ისევ იქ გვინდოდა მისვლა. და რადგან იგივე ქუჩაზე დაახლოებით ერთნაირი სახელი ჰქონდა მეორესაც შემთხვევით მეორესაც უნდა დაჯავშნა და ეხა უნდა ვნახოთ სადაც გვინდოდა იქ თუ აქვთ ადგილი და რანაირად მოვაგვარებთ ამ საკითხს. სპეციალურად გვინდა დამაღლებულ ადგილას რომ ამაზე ხედები ჰქონდა და მე იქიდან გახსოვთ თუ არა ჩვენი კი როგორ არა კარგად თქვენ არა მისავს უკეთესად ვიყავი ერთი 10 წუთის წინ რაც აღმოაჩინე რომ თურმე ამის დაჯავშვის მაგურა აი სხვა დაჯავშნეთ კი თქვენ არ გაქვთ არაფერი მაქვს მაგრამ ცალ-ცალკე თუ შეატყუებთ ერთად საწოლებს თუ ესე არა პრობლემა პირველი საფუძზე მაქვს ერთი კი ჩვენ ისე გვინდა და ეხლა 10 წუთის თანამ გაჩერდება და აღმოაჩინეთ სხვა მიყვარდა ჩემი კახელი გოგო კი და ეხლა ამასაც შეუყვარდა ძალიან აქაურობა და ყავრამდენი ჩამოვიდა მე და დაგერე გათენდა დილა მშვენიერი და ჩვენ მივდივართ პარკში სასეირნოთ ოღონდ დილას რომ გავიღვიძეთ ძალიან მზიანი და ნამაზია მინდი იყო მაგრამ სანამ ჩვენ ვიბანავეთ და გავემზადეთ და რაღაც გამოვიდით და მოიღრუბლა მოწმენდილცაზე მეხი გავარდა ეს რა ჩვენ არ გავარდნილა მაგრამ შეიძლება გავარდეს ხოდა დიდი იმედი გვაქვს რომ წვიმა არ მოგვიწევს თორე გუშინ გდანი მოვშივიყიდეთ კოლგა ეს შენი შემთხვევა მე არ მაქვს იმედი რომ წვიმა არ მოვიდეს ვიცი რომ მე მაინც მაქვს იმედი. იმედი არ მოგიშალოს მოხდა. ვნახოთ. მოვდივართ აი ამ სასტუმროში რომელსაც აქვს ძალიან საყვარელი კაფეტერია და შაშან რო ვიყავით ჩამოსულები ვჭამეთ უგემრიელესი ჭვიშჭარი და ეხლა რა თქმა უნდა ისე ვერ გავულიდით წინ რომ კიდევ არ შევიდეთ და არ მივირთვით. ეს ძაღლი არის ამ შემთხვევაში გველოდებაში შესული. შევიდეთ. გიждდება ფეიხოას ლიმონადზე და დიდი ლოდინის და ძებნის შემდეგ ძლივს იპოვა. აი აქ ბედნიერი ხარ? რას მოგახსენებთ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით თავს როგორ გწნობთ? კაც. ძალიან მშვენიერი ამინდი, იმის მიხედავთ რომ აღრუბლული არის. რაღაცნაირი თანაო ეს სიმღერები რო ჩაგვერთეს რაღაცნაირი მელანქოლიურ ხასიათზე ვდგებია რა. გია შემომაწვა. გია კი არა და ნოსტალგია.
არ მითხრათ რომ არ გიждდებით ჭვიშტარზე. დისტარზე ჭვიშტარი. გემრიელისი არის. ელმე ხოჭიშტარი რაც ჭოდეს მიჭამია ჭვიშტარი ყველაზე გემრიელი არის აქ. სასტუმროს ისეთი ლამაზი ხედები არ აქვს, როგორც ჩვენ სასტუმროს. რა. ანუ ამ სასტუმროს ისეთი ლამაზი ხედები არ აქვს, როგორც ჩვენ. ო არა, ფუ მოაშორე. ნახეთ ცხენების ტური. მოკლედ ბუნებას უნდა რომ მე და შენ ეს დღეები რომანტიკულად ვისეირნოთ ხოლმე გარეთ ქუჩაში, წვიმის ფონზე. მეგონა მზიანი ამინდი მაინც იქნებოდა რომ ავსულიყავით პარკში, მაგრამ რადგან წვიმა არის არავშას. მერე დავბრუნდებით, იმიტომ რომ ხაზრი არ აქვს წვიმიან ამინდში შესვლა. აი ხა სახში მივდივართ და თან მიგვაქვს ჩემი გემრიელი ბულკები. ხოდა მიხარია, იმიტომ რომ გინდათ წვიმდეს. ავად ხა ზემოთ ჩვენს ტერასაზე და შევექცევით აი ამ გემრიელობებს. პატარა პარკი. ბორჯომის პატარა პარკი. ჩემი სამზარეულო მოგეწონა ძალიან. მაინც გამოგიჭირე. საკაი სუფრე გაიკეთე. საკაი. შეკარგოს. ამიყოს? შეკარგოს. ალო. თან სასტუმროს ხიბლს. გამომყევით ამ. მეგობრებო, მოკლედ დღეს უკვე სამშაბათია, 6 მაისი, ხო და გადავწყვეტეთ რომ რადგან თბილისში საქმეები გვაქვს,
წავიდეთ, დავტოვოთ ჩვენი საყვარელი ბორჯომი. გვინდოდა დავლოდებოდით მზის გამოსვლას, მაგრამ ვეღარ მოახერხეთ და ზუსტად წვიმიანი ამინდები დაემთხვა შენაკოფნას და იმისთან მიუხედავად რომ ვერ მოახერხეთ ბორჯომ პარკში გასეირნება, მაინც ჩვენი სულის განსატვირთველად ძალიან კარგი გამოდგა ეს ორი დღე. კი და რაღაც პუნჩი რა მანწიკა, წვიმა, სიმყუდროვე, სიმშვიდე ძალიან მოგწონს ბორჯომი, ასე რომ დაალაიქეთ. გამოგვიწერეთ სამოდელო ჩვენ ტრანსპორტი და გზა ავიღოთ თბილისისკენ. რათა მერე წავიდეთ გურჯაანში.